როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთფაგესა და ბეთანიას ზეთისხილის მთასთან, იესუმ წარავლინა ორი მოწაფემს და უთხრა მათ: წადით იმ სოფელში, რომელიც თქვენ წინ არის, და მყისვე, როგორც კი შავდებით მასში, იპოვით მიბმულ ქცას, რომელზეც ჯერ არავის უნჯდია. შეხსენით და მომგვარეთ, და თუ ვინმე გეტყვით, რატომ აკეთებთ ამას, უთხარით, უფალს სჭირდება და მყისვე დააბრუნებს აქვე. და წავიდნენ, იპოვეს ცხენქცი კარებთან, გარეთ მიბული და შეიხსნეს იგი. ზოგიერთმა იქ მდგომმა უთხრა მათ: რას აკეთებთ, რატომ ხსნით ქცას? ხოლო მათ თქვეს, როგორც იესუმ უთხრა და მათ დაანებეს. მიიყვანეს კაცი იესუსთან, დააკარეს თავისი სამოსელი მასზე და იესო შეჯდა მასზე. ბევრმა თავისი ტანსაცმელი გააფინა გზაზე, სხვები კი ტოტებს ჭრიდნენ ხეებიდან და აფენდნენ გზაზე. და ვინც წინ მიუძღოდნენ და ვინც მისდევდნენ, ხმობდნენ: ოსანა, კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. კურთხეულია ჩვენი მამის დავითის მომავალი მეფობა. ოსანა მაღალთა შინა. შევიდა იესო იერუსალიმში და ტაძარში. შემოივლო ყველაფერი და რადგან უკვე გვიანი იყო, გავიდა ბეთანიაში 12-თან ერთად. მეორე დღეს, როცა გამოვიდნენ ბეთანიიდან, მოშიებოდა და შორიდან დაინახა ლეღვის ხე, რომელსაც